ყველას გონია, რომ Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ომი მოიგო, მაგრამ შეიძლება ეს ომი ერთ ღამეში წააგო. რადგან სემ ალტმანმა ახლახან Amazon-თან ეძათად 50 მილიარდი დოლარის ნაბიჯი გადადგა, რომ Microsoft-ისთვის ზურგში დანა ჩაერთხა და თითქმის არავის შეუმჩნევია ეს. ზედაპირზე ეს კიდევ ერთი მასიური ხელოვნური ინტელექტის გარიგებას გავს. მაგრამ მის შიგნით დამალულია ცვლილება, რომელიც Microsoft-ს გვერდზე სწევს და აუქმებს იმ ერთადერთ პუნქტს, რომელიც რეალურად ძალაუფლებას ზღუდავდა. და ეს ყველაფერს ცვლის, რადგან ეს აღარ ეხება მხოლოდ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნას. ეს ეხება იმას, ვის ეკუთვნის ის, ვინ აკონტროლებს მას და ვინ არის მზად მილიარდების დახარჯვაზე, რომ მიზანს მიაღწიოს. სანამ უმეტესობა მიხვდება რა მოხდა, ძალაუფლების ბალანსი შეიძლება უკვე დაკარგული იყოს. თავი ერთი, 50 მილიარდი დოლარის ღალატი. საზოგადოებისთვის OpenAI ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად გამოიყურება თანამედროვე ეპოქაში. Silicon Valley სტარტაპი, რომელიც თითქმის ერთ ღამეში ყველასთვის ცნობილი სახელი გახდა. მან შექმნა ინსტრუმენტები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს. ხელოვნური ინტელექტი იმაზე შორს წაიყვანა, ვიდრე ვინმეს ეგონა და ეს ყველაფერი კაცობრიობის სასარგებლოდ შეფუთა. ეს იყო ილუზია. რეალურად OpenAI ქაოსია, რომელიც ფულს კარგავს. 2024 წელს მისი სავარაუდო შემოსავალი დაახლოებით 3.7 მილიარდი დოლარი იყო. მისი დანაკარგები 5 მილიარდი. ეს იგივეა, რაც საშუალო ზომის ავიაკომპანიის ყიდვა და ყოველ 12 თვეში ერთხელ მისი დათვა მხოლოდ იმისთვის, რომ სერვერები მუშაობდეს. ეს არც მდგრადი და არც წარმატებული ბიზნეს მოდელია. ეს არ არის ჯანსაღი სტაბილური კომპანიის ნიშანი და ეს ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილიყო. ეს ტენდენცია იყო. 2025 წლის პირველ ნახევარში მონაცემებმა აჩვენა, რომ OpenAI-ს უზარმაზარი თანხები ეკარგებოდა. შემოსავალი დაახლოებით 4.3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ზარალმა 13 მილიარდ დოლარამდე მიაღწია. ზოგიერთი შეფასებით კომპანიის საერთო ზარალმა შეიძლება მხოლოდ 2024-დან 2029 წლამდე 140 მილიარდ დოლარს გადააჯარბოს, მაგრამ ეს არც ისე გასაკვირია. Frontier AI მოდელების გაწვრთნა IAP არ არის. არც წამყვანი მკვლევრებისა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტების ხელფასებია IAP და არც მონაცემთა ცენტრების აშენებისა და ექსპლუატაციის ხარჯები. OpenAI ფულს თავბრუდამხვევის სისწრაფით ხარჯავს. მისი მთელი ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ ინვესტორები დაარწმუნოს, ოდესმე, როგორღაც, ეს ყველაფერი ზარალი ღირებული იქნება. Microsoft-მაც ამ იდეას დაუჭირა მხარი. მან მილიარდები ჩადო OpenAI-ში და მოიპოვა როგორც ჩანდა ექსკლუზიური კონტროლი პლანეტის ყველაზე ღირებულ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპზე. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა სატია ნადელამ თვითონაც განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ OpenAI ხვალ გაქრებოდა. ჩვენ გვაქვს მონაცემები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაძლებლობები. ნადელა ფიქრობდა, რომ პრაქტიკულად OpenAI მის საკუთრებაში იყო. ის ცდებოდა 2026 წლის თებერვალში სემ ალტმანმა Amazon-თან 50 მილიარდი დოლარის ინფრასტრუქტურის უზარმაზარი შეთანხმება გააფორმა. ამით მან ფაქტობრივად დაასრულა Microsoft-ის ღრუბლოვან სერვისებზე ექსკლუზიური უფლებები. ეს არ უნდა მომხდარიყო. Microsoft-ი უნდა ყოფილიყო ერთადერთი სერიოზული მოთამაშე ამ თამაშში. Microsoft Azure განიხილებოდა როგორც OpenAI-ის ტექნოლოგიის ნაგულისხმევი პლატფორმა. Amazon-ი იყო მეტოქე, კომპანია, რომელსაც ეჯიბრები და არა ის, ვისთანაც პარტნიორობა. ეს არ იყო ახალი მომწოდeblis შეთანხმება, ან უბრალოდ მრავალპარტნიორული სტრატეგია. ეს იყო OpenAI-ის აშკარა ღალატი იმ ტექნოლოგიური გიგანტის მიმართ, რომელმაც მისი შექმნა უზრუნველყო. კითხვა ასეთია: რატომ? რატო უნდა გაერისკა ალტმანს Microsoft-ის რისხვა? რატო უნდა დაეყენებინა საფრთხის ქვეშ ის, რაც ინდუსტრიაში ყველაზე ძლიერ ურთიერთობად ითვლებოდა? იმიტომ რომ Amazon-თან შეთანხმება მხოლოდ მეტი სერვერის ან რესურსის მიღებას არ ეხებოდა. ეს იყო იარაღი, რომელიც ერთი მისიისთვის შეიქმნა, უფრო ძლიერი მტრის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დასამარცხებლად. თავი 2. FTC-ის მახე წლების განმავლობაში ჩანდა, რომ გამოთვლითი რესურსი OpenAI-ისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნებოდა. მაგრამ Microsoft-ის დაფინანსებამ OpenAI-ს სხვა რამესაც გააცნო: ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსებისთვის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებში, როგორიცაა ფედერალური სავაჭრო კომისია, ეს ერთი კომპანიის მიერ მეორის მხარდაჭერას არ გავდა. ეს შერწყმას გავდა. რა თქმა უნდა, Microsoft-მა და OpenAI-მა მას ასე არ დაარქვეს, მაგრამ ფაქტები აშკარა იყო. Microsoft-მა მილიარდები ჩადოდა თავისი Azure ეკოსისტემისთვის ექსკლუზიური უფლებები მიიღო. OpenAI-ის ტექნოლოგია ასევე სულ უფრო მეტად ინტეგრირდებოდა Microsoft-ის ყველაზე ხშირად გამოყენებულ სისტემებსა და აპლიკაციებში, Windows-დან დაწყებული Copilot-ით, Office-ით, GitHub-ით და სხვებით დამთავრებული. ამასობაში OpenAI სულ უფრო ნაკლებად გავდა დამოუკიდებელ ორგანიზაციას და უფრო მეტად გავდა შვილობილ კომპანიას, უბრალოდ საკუთარი ბრენდინგით. ამას ყურადღება მიაქცია FTC-მაც და სხვა ტექნოლოგიურმა ბრენდებმაც. Google-მა კი მთავრობასაც კი მოუწოდა გამოეძიებინა და დაეშალა ეს შეთანხმება. კრიტიკოსები და რეგულატორები ამტკიცებდნენ, რომ Microsoft-ის მასიური ინვესტიცია და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე ექსკლუზიური კონტროლი OpenAI-ის ტექნოლოგიაზე კომპანიას ძალიან დიდ გავლენას აძლევდა. მან უბრალოდ არ ჩადო ინვესტიცია პერსპექტიულ კომპანიაში. მან მომავალი ირიდა. ამიტომ FTC-მ დაიწყო ამ ორი კომპანიის გამოძიება. თუ შეძლებდა დაემტკიცებინა, რომ მათ ფაქტობრივად de-facto შეთანხმა განახორციელეს, ან რომ Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაზე უსამართლო მონოპოლია მოიპოვა, შეეძლო ორივეს გაყოფა დაეძალებინა. Microsoft ამას გადაიტანდა. OpenAI კი შეიძლება ვერა.
მას რისკის გაწევა არ შეეძლო და როგორ მე უნდა ეპოვა გზა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო, სწორედ აქ ჩნდება Amazon-თან შეთანხმება. Amazon Web Services-ზე, ანუ AWS-ზე გადასვლით, OpenAI-მ საკუთარ თავს მილიარდობით დოლარის სამართლებრივი ფარი შეუქმნა. რადგან ახლა თუ FTC-ის გამომძიებლები დააყენებენ კითხვას კომპანიის ერთგულებაზე, ან იტყვიან, რომ ის Microsoft-თან ზედმეტად მეგობრობს, OpenAI-ის იურისტებს შეუძლიათ უბრალოდ უპასუხონ. როგორ შეიძლება ვიყოთ Microsoft-ის შვილობილი კომპანია, თუ ახლა ხან 50 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გავაფორმეთ მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონკურენტთან. ეს იყო იდეალური სამართლებრივი სპექტაკლი, ზუსტად საჭირო დროს, რადგან ანტიმონოპოლიური საქმეები დამოკიდებულებაზე აგებული. რეგულატორები ძალიან ფრთილობენ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მთლიანად ან ექსკლუზიურად დამოკიდებულნი არიან სხვაზე საკუთარი არსებობისთვის, თარი არსებობისთვის. მაგრამ სხვა ტექნოლოგიურ გიგანტთან შეთანხმების გაფორმებით OpenAI-მ დაამტკიცა თავისი დამოუკიდებლობა. პრობლემა მოგვარებულია. ან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. რეალურად ამ ისტორიაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. FTC-სგან თავის დაღწევა მხოლოდ უფრო ღრმა და ბნელი ინტრიგის მხოლოდ მოხერხებული და დროული გვერდითი შედეგი იყო. ნამდვილი მიზეზი, რის გამოც OpenAI-ს Microsoft-ზე ზეწოლა სჭირდებოდა, იმალებოდა უცნაურ იურიდიულ კონტრაქტში, რომელიც წლების წინ იყო გაფორმებული. კონტრაქტში, რომელიც ნაღმივით ტიკტიკებდა. თავისამი AGI-ს ხამიანი აბი წლების განმავლობაში OpenAI მსოფლიოს ეუბნებოდა, რომ ის მუშაობდა AGI-ზე, ანუ ხელოვნურ ზოგად ინტელექტზე. ხანდახან მას ღმერთის მოდელსაც უწოდებენ. ეს არის მომენტი, როცა ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად ახდევს და შემდეგ აჭარბებს ადამიანის ინტელექტის დონეს. ექსპერტების თქმით, AGI-ს შეეძლება ფიქრი, განსჯა და ადაპტაცია ნამდვილი ადამიანივით. ის გადაჭრის პრობლემებს და გადაერთვება ერთი დავალებიდან მეორეზე, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფუნქციის ან საქმიანობისთვის იყოს წინასწარ დაპროგრამებული. ფაქტობრივად ეს იყო OpenAI-ის გამართლება ყველაფრისთვის. მთელი დაფინანსება, მთელი აჟიოტაჟი, ყველა რესურსი, ყველაფერი თითქოს AGI-ის ექსპერიმენტის სამსახურში იყო. და OpenAI-ისთვის ეს იყო იდეალური პანაცეა. მათ მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინათ, რომ ხალხი დაერწმუნებინათ, ენდოთ მათ, დაევიწყებინათ აშკარა პრობლემები, მიეცათ ფული და დაეჯერებინათ, რომ ოდესმე ისინი შექმნიდნენ რამეს, რაც შეცვლიდა მსოფლიოს. იყო მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა, რომელიც ღრმად იყო დამალული OpenAI-სა და Microsoft-ს შორის დადებულ კონტრაქტებში. მას AGI-ის ტრიგერი ეწოდებოდა. ფაქტობრივად Microsoft-ს მიენიჭა თითქოს და უვადო ლიცენზია OpenAI-ის ინტელექტუალურ საკუთრებაზე. მაგრამ ამ უვადო ლიცენზიას მკაცრი ზღვარი ჰქონდა. როგორც კი OpenAI მიაღწევდა ხელოვნურ ზოგად ინტელექტს, ახალი AGI მოდელი მთლიანად გამოირიცხებოდა შეთანხმებიდან და Microsoft ფაქტობრივად დაკარგავდა კონტროლს ხელოვნური ინტელექტის მომავალზე. იმ ეტაპზე AGI-ზე ყველა კომერციული უფლება ექსკლუზიურად OpenAI-ს დარჩებოდა. ეს პარადოქსია, გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს. Microsoft მილიარდებს დებდა კომპანიაში, რომლის ერთადერთი გამოცხადებული მისია AGI-ის შექმნა იყო. მაგრამ როგორც კი ეს მისია შესრულდებოდა, Microsoft ყველა ძალასა და სარგებელს დაკარგავდა. ის საკუთარ განადგურებას აფინანსებდა. მაგრამ Microsoft-ის ხელმძღვანელები სულელები არ არიან. მათ იცოდნენ შეთანხმების პირობები, როცა მას ხელს აწევდნენ. ზუსტად იცოდნენ, როგორ აევლოთ მათთვის გვერდი. მათ მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინათ, რომ OpenAI თავის გამოცხადებულ მისიაში ვერ წარმატებულიყო. მათ სურდათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს ყოფილიყო საკმარისად ძლიერი AGI-ის მისაღწევად. სწორედ აქ რთულდება საქმე. რადგან AGI არ არის მკაფიო ფინიშის ხაზი, ვერავინ თანხდება, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ასე რომ, თუნდაც OpenAI-ის თავისი სისტემები უფრო და უფრო გაეუმჯობესებინა, Microsoft-ს ყოველთვის შეეძლო ეთქვა, რომ ეს ჯერ კიდევ AGI არ იყო. Sam Altman-ი ამას კარგად ხვდებოდა. მან იცოდა, რომ სანამ AGI-ის ტრიგერის პუნქტი იარსებებდა, Microsoft არასოდეს იქნებოდა ნამდვილი, ბოლომდე პარტნიორი. მას ყოველთვის ეკნებოდა ბერკეტი, ყოველთვის ეკნებოდა ზღვარი, ყოველთვის ეკნებოდა გზა, რომ OpenAI შიგნიდან ეკონტროლებინა. ამიტომ Sam Altman-მა თამაში უნდა შეეცოლა. 50 მილიარდი დოლარის Amazon-ის გარიგებით, როგორც დატენილი იარარით, OpenAI Microsoft იზოლებული გახადა დაბრუნებულიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. არა მხოლოდ მოლაპარაკებისთვის, არამედ ხელახლა დაეწერა ხელოვნური ინტელექტის ომის წესები. თავი 4. 2026 წლის აპრილის გადატვირთვა. 2026 წლის აპრილში ძალთა ბალანსი შეიცვალა. ეს უბრალოდ პარტნიორობის განახლება არ იყო. OpenAI-ს არ სურდა მხოლოდ რამდენიმე საკითხის მოგვარება ან Microsoft-თან შეთანხმებაში რამდენიმე ცვლილების შეტანა. მას სურდა მისი მთლიანად დანგრევა და შემდეგ თავიდან აშენება, ზუსტად ისე, როგორც თავად მიაჩნდა საჭიროდ. ზედაპირზე ორივე კომპანიამ სახე შეინარჩუნა, გამოაცხადეს გამარტივებული შეთანხმება და პარტნიორობის შემდეგი ეტაპი. მაგრამ ამ შეთანხმების პირობებმა რეალური სურათი აჩვენა. Microsoft iCloud OpenAI-ის მთავარ ღრუბლოვან პარტნიორად იყო მოხსენიებული, მაგრამ მომდევნო წინადადებაში დაემატა, რომ OpenAI-ს ეხლა თავისუფლად შეუძლია თავისი პროდუქტები ნებისმიერი სხვა ღრუბლოვანი მომწოდებლის მეშვეობითაც მიაწოდოს. Azure-ის ექსკლუზიურობა აღარ არსებობდა. Microsoft-ის უწყვეტი ლიცენზია OpenAI-ის ინტელექტუალურ საკუთრებაზე ასევე შეიცვალა და მას განესაზღვრა საბოლოო ვადა 2032 წელი. ტექნოლოგიურ გიგანტებს აღარ ჰქონდათ პრივილეგირებული მფლობელობა ხელოვნური ინტელექტის მომავალზე.
შემოსავლის განაწილებასაც ოფიციალურად განესაზღვრა ზღვარი და ვადა 2030 წელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ AGI-ის ტრიგერი აღარ არსებობდა. ის არც განესაზღვრა თავიდან, არც დაზუსტდა და არც შეიცვალა, უბრალოდ წაიშალა. ის ბუნდოვანი, ძნელად განსაზღვრი პუნქტი, რომელიც წლების განმავლობაში დამოკლეს מחვილივით ეკი და OpenAI-ის თავზე, აღარ არსებობდა. იგი შეცვალა ბევრად უფრო მარტივმა და ბევრად უფრო კონტროლირებადმა რამემ. კალენდარი თარიღებით, ვადებით და ზვარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო სტანდარტული კორპორატიული შეთანხმება. Microsoft-ის წილიც ოფიციალურად განისაზღვრა და შეადგინა კომპანიის დაახლოებით 27%. ეს მაინც საკმაოდ დიდი წილია, რაც Microsoft საშუალებას აძლევს გარკვეული გავლენა იქონიოს კომპანიის საქმიანობაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სრული კონტროლისთვის. ეს OpenAI-ისთვის დიდი გამარჯვებას გავდა. კომპანია მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისი ფინანსები მოწყვიტა მითიურ AGI-ის ეტაპს. ეს აღარ იყო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ცდილობდა კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებას თავისუფლების მოსაპოვებლად, არამედ უკვე იყო კორპორაცია, რომელსაც წინ ნათელი გზა ჰქონდა. მაგრამ აქ ერთი პრობლემა იყო, საკმაოდ დიდი. ამ განსაკუთრებული კორპორაციული გადატრიალების განსახორციელებლად სემ ალტმანს მოუწია სამუდამოდ დაენგრია ის საფუძველი, რაზეც OpenAI იყო აშენებული. მისი არაკომერციული სტრუქტურა. ჰავი 5 არაკომერციულის დასასრული. OpenAI-ის არაკომერციული ბუნება იყო ერთადერთი ბლამ, რაც მას ყველა სხვა სილიკონ ველის კომპანიას განასხვავებდა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ძალა არ იყო კაცობრიობის სასარგებლოდ. არაკომერციული ლაბორატორია, რომელიც სიფრთხილითა და ყურადღებით მუშაობდა იმაზე, რაც ყველასთვის დიდი სარგებელი უნდა მოეტანა. ეს არ იყო Google. არ იყო. არც Meta იყო. ის არ ღელავდა აქციონერების დაკმაყოფილებაზე, რადგან აქციონერები არ არსებობდნენ. მაგრამ ეს იდეალისტური დამოკიდებულება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ნელა და აუცილებლად ნიღაბში ბზარები გამოჩნდა. 2025 წლის ბოლოს ფასადი მთლიანად ჩამოიხსნა. OpenAI-მ გადაინაცვლა არაკომერციული ორგანიზაციიდან საჯარო სარგებლის კორპორაციად. ერთი შეხედვით ეს მაინც კეთილშობილურ მიზნად ჟღერს, კომპრომისად ორიგინალურ მისიასა და ფულის გამომუშავების საჭიროებას შორის. სკები რეალურად CSK-ები მაინც თითქმის ისეთივე თონეზე ემსახურებიან თავიანთ ინვესტორებს, როგორც ნებისმიერი სხვა კომერციული ორგანიზაცია. ზუსტად ისე, როგორც სემ ალტმანი შემდეგ დაანგრევს და თავიდან ააწყობს თავის შეთანხმებას Microsoft-თან, მან ასევე გაანადგურა ის, რაც ოდესღაც იყო OpenAI და გადააკეთა იგი სრულიად სხვა რამეთ. საფუძველი ჯერ კიდევ 2023 წელს დაიდო. ორგანიზაციის თავდაპირველი არაკომერციული საბჭო, რომელმაც დროებით გაათავისუფლა სემ ალტმანი, მოხსნეს და შეცვალეს სილიკონ ველის შიდა წრის ხალხითა და ხაზინის ყოფილი ოფიციალური პირებით. უსაფრთხოების ის ბარიერები, რომლებიც ოდესღაც ორგანიზაციის მთლიანი მისიისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო, დაშელეს. ის სისტემები, რომლებიც OpenAI-ის Progress კაცობრიობის დახმარების მიზანთან თანხვედრაში ამყოფებდა, აღარ არსებობდა. მათ ნაცვლად პროდუქტის უსაფრთხოების გუნდები იყვნენ, რომლებიც უფრო მეტად იმაზე ზრუნავდნენ, რომ მათი AI არაფერს ეთქვა, რაც დიდ ბიორიბი კლიენტს შეიძლება აწკენინებდა, ვიდრე იმაზე, რომ რეალურ ადამიანებს ზიანი არ მიეკენებინა. OpenAI-ის მანქანის შიგნით არსებული მექანიზმები ნაწილ-ნაწილ ჩაანაცვლეს, სანამ რაღაცას ფუნდამენტურად არ შეიცვალა. ისაც კვლევაზე ორიენტირებულ სისტემა დაიწყო, სრულიად სხვა რამედ გადაიქცა, მოგებაზე ორიენტირებულ ძრავად, რომელიც მასიურ IPO-სთვის ემზადებოდა და თანდათან უფრო და უფრო იცილებდა ყოველგვარ მნიშვნელოვან ეთიკურ კონტროლს. დახურულ კარს მიღმა ალტმანმა და OpenAI-ის კვლევების ხელმძღვანელებმა საშინელი ტექნიკური რეალობა გააცნობიერეს. ისინი არ მიიწევდნენ AGI-სკენ ისე, როგორც თავდაპირველად ეგონათ. ისინი ჩიხისკენ მიიწევდნენ. თავი 6 მასშტაბირების კედელი. წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია ეკრდნობოდა ურხევრწმენას პრინციპისა, რომელიც ცნობილია როგორც მასშტაბირების ის კანონები. თუ დაამატებთ მეტ მონაცემს და მეტ გამოთვლით რესურსს, თქვენი ხელოვნური ინტელექტის მოდელები ექსპონენციალურად უფრო ჭკვიანი გახდებიან. ყველაფერი რესურსების საკითხია. მიაწოდეთ მეტი რესურსი და მიიღებთ უკეთეს პროდუქტს. ყველა კომპანიას, როგორიცაა OpenAI, უბრალოდ უნდა გაეგრძელებინა უფრო დიდი და უკეთესი მონაცემთა ცენტრების აშენება. მათ უნდა ჩაედოთ ინვესტიცია უფრო ძლიერ ჩიპებსა და პროცესორებში. შემდეგ მათ შეეძლოთ უბრალოდ დაეცადათ და ეღურებინათ, როგორ მიყვებოდა მათი ხელოვნური ინტელექტი ხაზოვან გზას ღმერთის მსგავსი ინტელექტისკენ. საკმაოდ მარტივად ჟღერს და მასშტაბირების კანონები გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა. ხელოვნური ინტელექტის თითოეული ახალი თაობა დიდი წინსვლის შეგრძნებას იძლეოდა. GPT-2 შთამბეჭდავი იყო, GPT-3 შემდეგი დონე, GPT-4 მოლოდინებს გადააჭარბა. ამიტომ ბუნებრივია, GPT-5-ს კოდური სახელით ორიონი გარდამტეხ მოვლენად ელოდნენ. შესაძლოა ხელოვნური ზოგადი ინტელექტისკენ გადადგმულ ბოლო ნაბიჯსაც კი. ან იქნება რა. შიდა ანგარიშები მიუთითებს, რომ მასშტაბირების კანონები ჩერდება. კვანტური ინტელექტის ნახტომის ნაცვლად, GPT-5-მა შემცირებული სარგებლის ზღვარს მიაღწია. ის ჯერ კიდევ მცირდება, მაგრამ უფრო ნელა ვიდრე ოდესმე. მოულოდნელად ეს ღმერთის მოდელი, რომელიც თითქოს ხელის გაწოდენაზე იყო, ეხლა ჰორიზონტზე წერტილად იქცა. ეს უბრალოდ დაბრკოლება არ არის, ეს კატასტროფაა. მასშტაბირების კედელი ყველაფერს ცვლის. ეს აღარ არის ისეთი სიტუაცია, სადაც კომპანიებს შეუძლიათ უბრალოდ ფული ჩადონ და უყურონ, როგორ ხდება მათი ხელოვნური ინტელექტი ერთ ღამეში ორჯერ უფრო ჭკვიანი. ეხლა ისინი მილიარდებს ხარჯავენ, მხოლოდ მცირე გაუმჯობესებებისთვის.
და ეს ცუდი ბიზნესია, რადგან არ უნდა დააგვაუწდეს ხარჯვის ტემპი. OpenAI-ის მოგებამდე ჯერ ძალიან შორია. ის ყოველ წელს მილიარდებს კარგავს. მაგრამ ყოველთვის ახერხებდა ამის გამართლებას იმ მტკიცებით, რომ AGI საბოლოოდ მოვიდოდა და ყველაფერს გამოასწორებდა. კომპანიის მთელი ფინანსური სტრუქტურა და საინვესტიციო სტიმულები ამ წინაპირობაზე იყო დამოკიდებული. აი რატო იყო ასე მნიშვნელოვანი AGI-ის ტრიგერის პუნქტის ამოღება Microsoft-ის კონტრაქტიდან? ეს უბრალოდ იურიდიული ხრიკი არ იყო, ეს იყო ჩუმად აღიარება იმისა, რომ AGI ილუზია. და თუ AGI ილუზია, OpenAI უბრალოდ კიდევ ერთი პროგრამული კომპანია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მოგებას და სწრაფად აღწევს ზღვარს. აბა, როგორ ამართლებს ასეთი კომპანია 5 მილიარდი დოლარის ხარჯვის ტემპს მომავალ ინვესტორებთან? ის წვეთს AGI-ის გაყიდვას და იწყებს ხელოვნური ინტელექტის უხარისხო პროდუქტების გაყიდვას. თავის 7 SaaS-ზე გადარჩვა ხელოვნური ინტელექტის უხარისხო პროდუქტების გაყიდვა. გაიცანით ახალი OpenAI. ეს აღარ არის გმირული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ცივილიზაციის შეცვლაზე ორიენტირებულ სუპერინტელექტს ქმნის, არამედ ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის გაყიდვების გუნდი გახდა. ის ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად შორდება თავის თავდაპირველ მისიას და მიდის ბევრად უფრო ჩვეულებრივი მიმართულებით, კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფისა და კორპორატიული სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისკენ. და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალისხმევა მიმართოს GPT ტექნოლოგიის შემდეგ ევოლუციაზე, OpenAI უპირატესობას ანიჭებს ალტერნატიულ პროექტებს, როგორიცაა აგენტური შუამავალი პროგრამები და მსჯელობის მოდელები, მაგალითად O1 ან Strawberry. ის აღარ ადგენს გზას კაცობრიობის ცნობიერების ამაღლებისკენ, არამედ ამარტივებს ცხოვრებას საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის. ყურადღება გადატანილია საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის შექმნილ ინსტრუმენტებზე, ლიდების გადამისამართებაზე, მარკეტინგული ტექსტების გენერირებაზე და მხარდაჭერის მოთხოვნების დამუშავებაზე. OpenAI-ს იმედი აქვს, რომ ეს ცვლილება მოუტანს იმ თანხას, რაც ინვესტორების დასაკმაყოფილებლად სჭირდება, მაგრამ ამ გეგმაში სერიოზული პრობლემაა. ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ტრადიციული SaaS, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი, კომპანიები როგორიცაა Salesforce და Adobe მუშაობენ საოცარი მარჟებით, რომლებიც ხშირად 70% აჭარბებს. ისინი ქმნიან პროდუქტს და ფაქტობრივად უსასრულოდ ყიდიან მას. ყოველ ახალ მომხმარებელზე უფრო და უფრო მეტ მოგებას იღებენ. სწორედ ამიტომ უყვართ ინვესტორებს SaaS. ეს ნამდვილი ოქროს საბადოა. მაგრამ OpenAI-ის მცდელობები ამ ინდუსტრიაში შესვლისა არ მუშაობს. რადგან მოწინავე მსჯელობის მოდელების მუშაობა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის. მაგალითად, ოვანის შემთხვევაში 1 მილიონი შეყვანის ტოკენი დაახლოებით $15 ღირს. ერთის შეხედვით ეს შეიძლება ბევრად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ კორპორატიულ დონეზე ეს უზარმაზარი ფინანსური ტვირთია. დიდი კომპანიები, რომლებსაც ასობით ან თუნდაც ათასობით თანამშრომელი ჰყავთ, ერთ დღეში მილიონობით ტოკენს ხარჯავენ. WhatsApp ჭკვიანი ასისტენტი, ტექნოლოგიური სტეკის ხარჯ-ეფექტური კომპონენტი აღარ არის, არამედ ძალიან ძვირადღირებული კაპიტალური დანახარჯი ხდება. ტრადიციული SaaS ასე არ მუშაობს. Microsoft companies ყოველჯერზე დამატებით საფასურს არ ახდევინებს, როცა ისინი Excel-ში ახალ ცხრილს ხსნიან. CRM-ები უეცრად ორჯერ ძვირი ახდება, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამშრომლებმა რამდენიმე რილაქს დააწუნენ და ანგარიშები შექმნეს. ხელოვნური ინტელექტი სხვანაირად მუშაობს. რაც უფრო მეც იყენებთ მას, მით უფრო ძვირი ხდება. OpenAI განწადებით ცდილობს კომპანიებს საკუთარ კორპორატიულ სამუშაო პროცესებში ზედმეტად ძვირადღირებული ავტომატიზებული ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება აიჯულოს, რათა საკუთარი გაუმართავი ეკონომიკა გამოასწოროს. ის ცდილობს ციფრული ოქროტყვიის ფასად გაყიდოს და ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი ფულის ჭამელი ხელოვნური ინტელექტის აგენტი უბრალოდ ძალიან ძვირადღირებული პროგრამა არ არის. მაგრამ იმისთვის, რომ მოგება შეინარჩუნოს, ოპერაციული ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა შეანციროს. სჭირდება უფრო ERP გამოთვლითი რესურსი, რაც ისევ $50 მილიარდიან Amazon-ის დროას ცხენთან გვაბრუნებს. თავი 8 Amazon-ის დროას ცხენი. გარიგება Amazon-თან არ ეხებოდა ASHS-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის გამოძიებებისგან თავის დახტევას ან Microsoft-ის ბორკილებისგან გათავისუფლებას. ეს ეხებოდა ტექნიკას. იმ $50 მილიარდის ვალდებულების ნაწილი, რომელიც Amazon-მა აიღო OpenAI-სთან, მოიცავს მრავალწლიან შეთანხმებას, რომ AI კომპანია გამოიყენებს AWS-ის Trainium ჩიპებს. ამამდე OpenAI იყო Nvidia-ს მძევალი. მას იძულებული ჰქონდა გამოეყენებინა Nvidia-ს H100 GPU-ები. ეს არის აპარატურა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ყველას უნდა და სჭირდება. სჭირდება ჩიპები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების გულს წარმოადგენენ. ამ GPU-ებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან ეფექტურია AI-ის სწავლებისა და გაუმჯობესებისთვის. ისინი ასევე ძვირადღირებულია. თითოეული შეიძლება $10,000 ღირდეს და ეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული დანარჩენი სერვერის აშენების და მთელი სისტემის მუშაობის ხარჯები. დიდი სასწავლო კლასტერები მილიარდობით $. ღირს. OpenAI წლების განმავლობაში თითოეულ მოთხოვნაზე H100-ის გადასახადს იხდიდა. უზარმაზარი თანხები გადაერიცხა Nvidia-სა და Microsoft-ის ანგარიშებზე. Amazon-თან შეთანხმება OpenAI-ის გამოსავალს აძლევს. Trainium-ის ჩიპები აუცილებლად აჯობია Nvidia-ს H100-იანიებს, მაგრამ მათ აქვთ პოტენციალი, რომ ბევრად იაფი იყოს. წინასწარი შეფასებებით 50% იაფი. ასევე ამბობენ, რომ ისინი 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. Amazon-ის საკუთარი ჩიპებზე გადასვლით OpenAI იმედოვნებს, რომ შეძლებს თავისი ტოკენების ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას.
ERP ტოკენები. OpenAI-ის AI ნაგავს მისი მსხვილი ბიზნეს კლიენტებისთვის, უფრო იოლად მისაღებს გახდის მისი მსხვილი ბიზნეს კლიენტებისთვის. შესაძლოა ამან კომპანიას მცირე შანსიც კი მისცეს, რომ მოგება მიიღოს, მანამდე სანამ 2030 წელს შემოსავლის ზვარი ამოქმედდება. ადამიანობის გადარჩენისა და ტექნოლოგიური утоპიის შექმნის სახელით OpenAI-მ სრულიად განსხვავებული გზა ერჩია. პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა Amazon-ის ეს არ იყო ის, რასაც კომპანიის დამფუძნებლები წლების წინ წარმოიდგენდნენ. ეს არ არის ღია კოდის განმანათლებლობის შუქურა. ეს უბრალოდ ერთ-ერთი დეტალია AWS-ის მანქანაში. მაშ, საით მივდივართ აქედან? თავი მეცხრე, დიდი AI გადანაცვლება. აპარატურის ომი დასრულდა. სამწუხაროდ, კაცობრიობამ არ გაიმარჯვა. გამარჯვებულები არიან კორპორატიული გიგანტები, რომლებსაც სილიკონი ეკუთვნით. ეს კომპანიები, რომლებსაც აქვთ ფული და ძალა, რომ რაც უნდათ ის გააკეთონ და ყოველთვის დაუსჯელები დარჩნენ. OpenAI მსოფლიოს ოცნება მიხიდა. ღმერთის მსგავსი AI-ის ოცნება, რომელიც კიბოს განკურნავდა, კლიმატის კრიზისს მოაგვარებდა და ახალ სამყაროს შექმნიდა, სადაც ყველა უფრო ბედნიერი, თავისუფალი და სრულფასოვანი იქნებოდა. ის утоპიური ოცნება მოხდა. მის ნაცვლად დისტოპიური კორპორატიული რეალობა მოვიდა. Microsoft, Amazon და OpenAI არ ქმნიან საფუძველს უფრო კეთილდღეობიანი და შემოქმედებითი ადამიანის პროგრესის ეპოქისთვის. ისინი ქმნიან საკუთარ ჩაკეტილ და აბსურდულად ძვირადღირებულ B2B მონოპოლიას. ის ღია ქორწინება, რომელიც ეხლა არსებობს ამ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, თითქმის გარანტიას იძლევა, რომ ინტერნეტის მომავალი დაიტბორება კორპორატიული AI-ის ნაგავით, ავტომატური ელფოსტრებით, სინთეზური ანგარიშებით და აგენტური სამუშაო პროცესებით, რომლებიც რეალურად არ აძლევს ნამდვილ სარგებელს რეალურ ადამიანებს. ისინი უბრალოდ აუმჯობესებენ კაპიტალისტურ მანქანას, ამავდროულად კი ამცირებენ ადამიანის აზრისა და კრეატიულობის ღირებულებას. სემ ალტმანი არ გამოქცეულა Microsoft-ს იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შეექმნა. მან თავი დაიხსნა იმისთვის, რომ როდესაც $1 ტრილიონ IPO მოვა, მან და მისმა აქციონერებმა მაქსიმალურად ბევრი ფული იშოვონ. ეს არის AI-ის მუქი რეალობა დღეს. ჩვენ ხელოვნურ ზოგად ინტელექტს ვერ მივიღებთ. ჩვენ არ ვიხილავთ ციფრულ ღმერთს, რომელიც მსოფლიოს პრობლემებს გადაჭრის და ყველას უფრო ბედნიერსა და ჯანმრთელს გავხდის. ამის ნაცვლად მივიღებთ გარდაუვალ ავტომატიზებულ კორპორატიულ ბიუროკრატიას. და როცა ამ ლოგიკას ბოლომდე მიხვები, ერთი კითხვა გარდაუვალი ხდება. რა მოხდება, როცა ამაში ფულის ჩადებას აზრი აღარ ექნება? გაიგეთ პასუხი. $115 მილიარდი ხარჯვის თემში. AI-ის ბუშტი უბრალოდ გასკდა. ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.